რობოტი მტვერსასრუტის ყუთიდან ამოღების შემდეგ პირველ რიგში უნდა გადმოვტვირთოთ აპლიკაცია. ამოატრიალეთ რობოტი, გახსენით კამერა და დაასკანერეთ კოდი. მოცემული QR კოდი გადაგიყვანთ აპლიკაციის ლინკზე. აპლიკაციას ჰქვია Smart Lives, დააჭირეთ გადმოწერას და როგორც კი გადმოიტვირთება, შედით აპლიკაციაში. აპლიკაციაში როდესაც შეხვალთ, დააჭერთ Agrees, ანუ დათანხმებას, შემდეგ კი Sign Up, ანუ დარეგისტრირება. სადაც უთითებთ L პოსტას და ქმნით პაროლს. შემდეგ ვაწვევით I agree, ანუ ეთანხმებით და უკვე შედიხართ აპლიკაციაში. მას შემდეგ, რაც გადმოვწერეთ აპლიკაცია, გავიარეთ რეგისტრაცია, ჩავრთოთ მტვერსასრუტი. როდესაც ჩართავთ მტვერსასრუტს, ეს ადგილები განათდება. ახლა კი მტვერსასრუტი უნდა დავაკავშიროთ სახლში არსებულ Wi-Fi ქსელს. გავხსნათ აპლიკაცია, დავაჭიროთ Go to App, Allow, შემდეგ კი გაიხსნება ესეთი ფანჯარა. მტვერსასრუტზე დავაჭიროთ სახლის ღილაკს 5 წამის განმავლობაში. დაიწყებს ციმციმს. შემდეგ შევდივართ ისევ აპლიკაციაში და ვაჭერთ პლუს. და add device, ანუ დავამატოთ მოწყობილობა. ვაწვევით continuous, ანუ გაგრძელებას. გამოჩნდება ესეთი ფანჯარა. აქ დავინახავთ ჩვენ რობოტ მტვერსასრუტს და დავაჭერთ. შემდეგ უნდა შევიყვანოთ ჩვენი Wi-Fi-ის პაროლი. გაითვალისწინეთ, უნდა იყოს 2.4G. როდესაც დავაკავშირებთ Wi-Fi, შემდეგი ჩვენი ნაბიჯი არის რუკის შედგენა. ამისთვის ვაჭერთ Quick Mappings. ეხლა მტვერსასრუტი მთელს ბინას მოივლის. რუკის შედგენა აი ასე გამოიყურება. როდესაც მტვერსასრუტი დაასრულებს ბინის დათვალიერებას, ის შეადგენს მსგავს რუკას. რუკის შედგენის შემდეგ მტვერსასრუტი დაბრუნდება თავის სატენთან. ამის შემდეგ კი დავრწმუნდეთ, რომ რობოტი არის დატენილი. ამას აპლიკაციაშიც დავინახავთ. ეხლა კი უკვე შეგვიძლია შევუდგეთ დასუფთავების პროცესს. მანამდე აუცილებლად გაავსეთ რეზერვუარში წყალი. ვაჭერთ სტარტის ღილაკს და მტვერსასრუტი იწყებს დასუფთავებას. აი ამ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში კი გადავდივართ ფუნქციებში. ასევე ხალიჩის არიდების ფუნქცია. ამ შემთხვევაში ვაჭერთ Evates, ანუ არიდებას. ასევე ამ ფუნქციებში შეგიძლიათ მიუთითოთ ტაიმერიც და სასურველ დროს დაალაგებინოთ რობოტს.